აი ეს ამბავი, რომელიც მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, არ გვაძლევს საშუალებას რაღაცნაირად აი კონცენტრირებულად ვიმუშაოთ ქართული ოცნების წინააღმდეგ. იმიტომ რომ აი მართლაც მე არ მესმის აი ეს ალიანსი რაღაცას რო ამბობს. მე გადაცხადეს შეცდომაზე სულ მომხრევარ, მაგრამ როცა გამოდის რაღაც ალიანსი, რომელიც მათ შორის ნაციონალიზმის სახელით ამბობს, რომ რაღაც 1%-ით შეამცირებს. შეიძლება მეგონი პროცენტები არ იციან ზუსტად შეეშალოთ, მაგრამ აი ამბობს რომ 1%-ით შეამცირებს საშემოსავლო გადასახადს, რომ აი ეს ხო უხერხულია, უბრალოდ აი ხო ხვდებით, აი ამხელა რაღაცა ხალხი რაღაც შეიკრიბა რაღაცა და აი ნაცები მე სხვას ამბობენ, სხვა რაღაც დადიან, თან ალიანსის წევრები არიან და ეს ხელს უშლის ზოგადად ამბავს რა. მით უმეტეს თქვენ კი იცით რომ ჩვენ კი გონია რომ არის მარტო ნაცები ჩვენ და ქართული ოცნება მეტი პარტია არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ სინამდვილეში ეს რომ გაირკვეს, ხო რაღაც დისკუსია დებატები უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ხო? ხო და წამოიგინეთ რომ თემა, რომელშიც მართლა წააგეს უკვე აი ფაქტად ვიცით, სახსტატლად თვითონ დაუდო განაჩენი. კი. ხო და ამ თემაზე როგორ არ შეიძლება რომ ოპოზიციაში რამე ტიპის საერთო ხედვა იყოს, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც ნუ არ ჭრის ეს რუსების ძახილი მიხვდით ხო, ვიღაცისთვის ხო ნაღდად არ ჭრის, მაგრამ ფასები ხო ქართული ოცნების ამორჩეულსაც აღელებს. და როგორ შეიძლება აუხსნათ რომ აი ეს რო ჩვენ რო ყოფილიყავით ხელისუფლებაში, ეს და ეს მოხდებოდა. პირდაპირ მის კეთილდღეობაზე აისახებოდა. ეს ხო ბიროთ რო ღირებული იქნებოდა. მაგალითად როცა კითხელარს, ამიტომ მაინტერესებს, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ მაგალითად სიამოვნებით დავეთანხმებით გადასახადის შემცირებას. უფრო მეც საერთოდ არანაირ დროებითი გადასახადი უნდა შევამციროთ აქციზი გასაუქმებელია ბენზინზე. ბენზინი მართლა უფრო იაფი იქნება ყველა ვარიანტში აქციზი. შეიძლება იმდენად და რამდენად აქციზი შემცირდება, მაგრამ ყველა ვარიანტში უფრო იაფი იქნება. გაზი გაიაფდება, დიზელი გაიაფდება. ეს გასაკეთებელია. სიგარეტზე გასაუქმებელია, იმიტომ რომ რამდენი ღარი მაკლდება შემდეგ ეს. ხო და აი ვისაც აღელოს ბიუჯეტი იმას უნდა ჯეროდეს, აი რომ ქოცები წმინდანები არიან, ანგელოზები და 25 მილიარდს ისე ხარჯავენ, რომ ერთი ზედმეტი ლარი იქ რა არის. ხო და ვისაც ამეჯერას კი ვილაპარაკოთ, მაგრამ აი სიგარეტზე აქციზი გასაუქმებელია, იმიტომ რომ იმ სიგარეტს რო ეწევა, იმას ხო ფული დარჩება ჯიბეში იმ ადამიანს, ხვდებით? ხო და მაგრამ ამაზე სალაპარაკო, იქნებ დავიყოლიო ნაცები, რომ აქციზი კი არ უნდა გაანახევრონ მორიდებულად, გავაუქმოთ.